რაღაც TikTok-ზე ხო რაღაც ამბებში ხარ თუ არა? ვართ ხოლმე კი. მაიმუნობთ ხოლმე რაღაცებს და რა მიმართულებაში ხარ? რაც სეგმენტებს ხო ირჩევ? მე ხა ვარჯიშებს და რაღაცებს ამითი ხო ვაქტიურობ ხა. რა ვიცი ხა სხვა გოგოებს რო უყურებ ხოლმე რაღაც შილაკი რაღაცები ხა. რა ვიცი ხა ეს თავი. ანუ ასწავლით რაღაც მოძრაობებს? ანუ ჩემს ვარჯიშებს ვდებ ხოლმე რაღაც თუ ბევრი გამომწერი ყავთ? არც ისე სხვათა შორის ამ ბოლოს დავიწყე რაღაც მაგებით დაინტერესება, მაინც არ ვაქცევდი ხოლმე ყურადღებას და დღეს რა ვიცი რანაირი ცხოვრება არის, თუ ბევრი ლაიქი გაქვს, შეიძლება თუ ანუ ლაიქები თუ ბევრი გავიდა, ანუ მაგარი ტიპი ხარ და თუ ცოტა ლაიქები გაქვს, ანუ არაფერი არ ხარ, თუ რა ვიცი. ეს TikTok-ში რაღაც თქვენ რა სეგმენტი გაქვთ? მე სხვათა შორის სხვადასხვა სეგმენტს ვცდილობ მოვიცვა, იმიტომ რომ ნუ რა თქმა უნდა პროფესიიდან გამომდინარე, თუმცა ელენემ კი აღნიშნა, მაგრამ მე მიყვარს ბრანჭვები, ამიტომ სხვადასხვა ვიდეოებს ვდებ, თუმცა რა თქმა უნდა სამედიცინო დატვირთვითაც მაქვს რაღაც პროცედურების პროცესს ვაჩვენებ ჩვენ პაციენტებს, რომ არ კონდეთ შიში, პირიქით კარგად განეწყონ და ყველა თქვენი კერძო კლინიკა გაქვთ? ხო, ჩვენი პატარა ბიუთი ცენტრი გვაქვს. ხო, ძალიან კარგი, მშვენიერი და გადასარევი. ბიჭები რამდენად სწავლობენ თქვენგან ამ ბოქსის სიდეთებს, TikTok-ს გულისხმობ? სხვათა შორის მაგათთვის ძალიან мотиваცია ვარ პირდაპირ ვთქვა. ანუ ზოგადად რო ხედავენ ქალს მოკრივეს, აქტიურს, იქ არა მარტო ბოქსის ვარჯიშებია, იქ სირბილები, თან ისეთ ადგილებში დავბივარ, მოკლედ კახეთში ხა თაგორიანი ადგილები გვაქვს. იქ რა ვიცი, ალბათ ქალს ფეხი არასოდეს არ აქვს დადგმულის ადგილებში მივბივარ და მომწერენ ხოლმე რაღაც შეიძლება რომ ვივარჯიშოთ თქვენთან რაღაც. მათ შორის ჩვენი ძვირფასი გოგონები რაღაცა ბოლო პერიოდია ბოქსს ირჩევენ რომ რაღაცა გახტომითაც კარგად ხდები და კარდიო ამბავი არისო ისე. ძალიან მიხარია მე პირადად რომ ზოგადად დღესდღეობით მანდილოსნებს ძალიან ბევრი ცნობილი მომღერალი მსახიობი დებს ვიდეოებს როგორ ვარჯიშობენ. კრივი ძალიან მაგარი სპორტია, ვერტიკალურად ხარ ფორმაში და ზოგადად ფსიქოლოგიურადაც სისხლის მიმოქცევაც არაჩვეულებრივია. როგორ არა ხანაკიდან გამოგესხმება ხა მშვენიერია. მაგარია კრივი, ძალიან მაგარია. ფსიქოლოგიურადაც იწვრთნები. ისედაც ფეხებზე მოძრაობ, ხელებს იქნევ, თან უნდა იაზროვნო, აი წარმოიდგინე ძალიან რთულია ეს ყველაფერი რა ერთად. ძმა თუ ყავთ? კი, მე მყავს, ერთი ძმა მყავს. არ არის ბოქსიური? არა. თავისთვის ვარჯიშობს ხოლმე. ხო, მოკლედ ეხლა ექიმების თემა არის და ცოტა რაღაცეები გკითხე, მაგრამ არა უშავს.